მე და ნუნო რომელიც ამ შენს ლამას საღამოებს ესწრება უნდა გავიხსენოთ ეთი ნინო ლოთქიფაძის ქვის არ იყოს ტკივილიან და სევდიანიზა სიხაულის სავსე დღეს 9 აპრილი რომელიც ტკივილით იყო გასიანი გაჩერებული და სიამაყის გზნობით რომ ქართველებმა შევძლიათ რომ ამხელა იმპერიას წინააღმდეგობდით აი მეორე დღეს დილას ოდესის პროცესია მოაწყეთ საპროტესტო სამგლოვიარო ღრმაღელიდან გადასასვლელ ხიდანდის 100,000 კაცი არის აი მე და ნუნო ვედექეთ ამას სათავეში მივეძღოდით აი მე მახსოვს როგორ გამოყავდათ ჩვენი ბავშვები პატარა ბავშვები დედებს და გვეუბნებოდნენ რომ აი წაიყვანეთ ჩვენი შვილებიო თუ ქვეყანას გამოადგებაო ეს ცხადია სიმბოლო იყო ხა ვინის წამყვანი იყო მაგრამ ეს ფრაზა მახსოვს იმდენად იყო ხალხი შეძრული რომ შვილებს იმეტებდნენ როგორც ქვეყანა გადარჩენილიყო აი ეს იმეტებს დედა შვილებს რომელსაც ჯერ ხრის ტარება არ შეუძლიათ უკანასკენ განს თუ კი რამე გააჩნია ცხოვრებაში კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკებენ გლისანი ისე ამას ხდებიან ჯავრიაშა მტრისანი იბადებიან ალგეც ლეკები და არა მარტო ალგეც კახეთის აოხრებიდან რაც 1616 წელს 4-ზე შემოეშია შაჰ-აბასი და გააქრო სახსენებელი და მიწიური სამოთხე გრემი ბაზარი და გეიში მთელი ეს ქალაქები კახეთის მშვენება მიწასთან გაასწორა და ხალხი გადარჩა ზოგმა იმერეთში შეაფარა თავი ზოგმა ტყეღრეს თაველებს გავიდა მოვლენიდან ზუსტად 10 წელი 9 წელი და აღაიანეს ველეს დაბანაკებულ აი ამ ყაჩიხანის ლაშქარს შაჰ-აბასის ლაშქარს ასაც ბოლო მოუღო გიორგი სააკაძის თელამ ეპოპეამ საბარია მარტყოფის ბრძოლაზე ეუწყათ რომ მაგედან აიყარეინთო ძალიან მოვიდათ ისპაჰანიდან და ისევ კახეთს მიაშუერთო რამე თუ კახელებაო მოშენება დაიწყესო 9 წელია გასული მინიმუმ 10,000 კაცი მაინც არის ვისაც შეუძლია ხლისტარება და ხმაზე ხელის დადებაო ისე საუბრად ირესავენო სკალებსო საოცრებაგას 300,000 გადასახლებული 4-ზე შემოსეული დედოფალი აწამეს მეფე გაქცეული და ბიჭები ამათ მიმატებული 9 წელი 14, 15, 16 წლისა უკვე საუბრად იწევენ დაამშვენეთ კიდეს მარტყოფის დაამშვენეთ მარადაც და არა მარტო ამიტომ თელი ჩვენი ისტორია ეს არის ერთი უწყვეტი გმირობის ისტორია და თქვენ არ უწოდა ლევან სანიკიძემ თელ ჩვენ ამ ისტორიას უქაქაშო ხვლები იმიტომ რომ ქაქაში ხმარია ჩაგვიგია აი უქაქაშო ხმას გაუმარჯოს ამის მზიდველ ვაჟებს გაუმარჯოს ამ დაკუნთულ მკლავებს იმ დედას გაუმარჯოს რომელიც სათავისოდ კი არ იტოვებს და იჩემ შვილებს ისე მამუსწირავს თქვენ გაგებაჟოთ ინას გაუმარჯოს ნუს გაუმარჯოს ჩვენი დედები დაუცოთ ვინც იყო საქართველოს გადაჩენის მთავარი წყარო იმედი და საღდენი თქვენ გლოცავთ ეს ჩვენი წერები იყო ახლა სუფრისწერები სამშვილზე ზრდი რა არის მეუღლე დაულოცე მეთქის ხო მედიკოს გაუმარჯოს მედიკოს აგილოს მიცავ არა გაიხარეთ მე მინდა თქვენ დაგლოცოთ მე რიგში ქალბატონი
ქალბატონო ირინა დაგლოცავთ. ჩემი მეუღლეს დავლოცავ და ყველა ძლიერ ქალბატონს, რომელიც საქართველოს უზრდის შვილებს და ყოფილიყოს მრავალი დედა, რომელიც აღზრდის საქართველოსთვის მოსიყვარულე ერს. ნიკოლა და თავის დედმამიშვილები 6 ყოფილან. მემატიან წერს მამა ასლანი ადრე გერდიეცოლათ პატარა ნიკოლას და თავის დედმამიშვილებს დედის ღიმილიღა ასურდგუნებდათო. რამხელა მოწიწება ჰქონდათ დედის, დედა ქშიაო ამ სიტყვას ვერ ეუბნებოდნენ და დედით ღიმილით პურდებოდნენ რა. დედის ღიმილსაც გავუმართეს. მერე ერთ შენ გითხარი და ჩვენი ტრაპეზის გავასრულოთ. მე დავამთავრე, თამადო. დავამთავრებდი. ძიმეა ქართველობა. ჯვარია. მაგრამ უნდა ვზიდოთ. ბზომის ჯვარს გვაძლევს უფალი რომ ვზიდოთ. ბედნიერება ქართველობა. მე მაგას ვთქვი, გადაგეკეთებდი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ქართველობა დავებადეთ. აჯულისთვის. დავლოცავ მედეას. მადლობა. საოცარი. დედა ქართველი ქალები. საოცრება არის. საოცრება. ჩემს თავს დავილოცავ. საოცრება არის ქართველობა, იმიტომ რომ ეს არის, წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ერთადერთი ერი არის, რომლის პირდაპირ უშუალო დანიშნულება ეს არის კვართის მცველები ვართ. ჩვენ არა ვართ მებრძოლნი, ჩვენ არა ვართ მით უფრო შემტევნი თავდამსხმელნი, ანუ ჩვენი მისია რაც უფლისაგან, რაც შემოქმედისაგან გვაქვს დაკისრებული, ეს არის კვართის მცველობა და აი სწორედ ეს კვართი ვინ ჩაიხუტა გულში პირველი, ხო? ანუ ისევ ქალ სიდონიამ, რომელსაც ვერ შეხსნეს. რაც მადლობა უფალს, რომ ვართ ქართველები და ვართ საქართველოში დაბადებულები და ისე გაივლის ჩვენი ცხოვრება, რომ არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია, ცოტა ხნის წინ ჩემი დიშვილი მეუბნებოდა, რომ აი ცი რა არის, უნდა წაგიყვანო, ჩვენ და გია მე უკვე კარგად მოვიკი